დაპირეთში მუშაობას, გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები არიან ნინა ხატისკაცი, თბილისის ვიცე-მერი, ალთანდილ სუდაძე, თბილისის მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი თამარ შოშიაშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ზაზა ვეკუა, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ასევე ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ საუბრობთ კორუფციაზე თბილისის მერიაში. ამ საუბრებს წინ უძღოდა ერთი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბოლო დროს უკვე სისტემურია კორუფცია თბილისის მერიაში სხვადასხვა ტენდერების გზით, თუმცა გუშინდელ დაკავებას ცოტა სხვა საფუძველი უძღოდა, ანუ დააკავეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, დიდი რაოდენობით ღვთამის აღების გამო. ქალბატონ ნინა, თქვენ მინდა გკითხოთ პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რა თქმა უნდა, სულად შეაფასებთ უარყოფითად და ეს არის ძალიან ცუდი. მერია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცა პირდაპირ გადავალ იმ ბრალდებებზე და ვარაუდებზე, რაც არსებობს, რომ აქ საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, 180,000 აშშ დოლარზე, ეს არის 10% იმ მშენებლობისა, რომლის ნებართვის მიღებაშიც ეს ადამიანი უნდა დახმარებოდა კონკრეტულ კომპანიას. შესაძლებელი იყო თუ არა ეს მას გაეკეთებინა მარტოს, ანუ ისე რომ არ ყოფილიყვნენ ჩარეული მერის უფრო მაღალი ეშელონების წარმომადგენლები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ისმის თქვენი ოპონენტების მხრიდან ამ დროისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეფასებაზე მე მგონი კითხვის დასმაც არ შეიძლება, უარყოფითია შეფასება. ყველა შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილად მოხდა, ეს არის მართლაც შემაშფოთებელი ფაქტი. მაგრამ შეგახსენებთ, დაკავებული არის ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა თავისი საქმიდან გამომდინარე იმ ასე ვთქვათ პროცესებთან, რომელიც ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემას უკავშირდება. ჩვენ როგორც მერმა განაცხადა, ვითანამშრომლებთ რა თქმა უნდა გამოძიებასთან და დაინტერესებულები ვართ, რომ დადგინდეს თუ ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კავშირი ნებისმიერ ადამიანთან მერიაში ან მერიის გარეთ. მაგრამ ერთ ფაქტობრივ გარემოება მინდა ვთქვა, საუბარი არის სავარაუდო სამომავლოდ გასაცემ ნებართვაზე, რომელიც მერიაში ფიზიკურად შემოსულიც კი არ იყო. ანუ დამდგარი ფაქტად ამ ადამიანმა მოატყუა ეს? არა, მე სხვა რაღაცას ვამბობ. დამკვეთი ასე ვთქვათ, როდესაც 1,800,000-ზე, ხო, ასე ითქვა, ინვესტიციაზეა საუბარი, ინვესტორს და არა 1,800,000-ის შემომტან ინვესტორს, არამედ უფრო ნაკლებისაც არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ კომუნიკაცია ქონდეს მერიასთან. კომუნიკაცია ქონდეს ჩემთან, თუნდაც კურატორ მოადგილესთან, რომელიც კურირებს არქიტექტურას, არქიტექტურის სამსახურიდან და პირიქით, ჩვენ ძალიან გახსნილები ვართ ინვესტიციის მიმართ, ჩვენ პირდაპირ ვსაუბრობთ მათთან, მანამდეც კი, სანამ შემოვა რაღაც პროცესი დაიწყება მერიაში ინვესტორთან, მას ანუ ინვესტორს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ წინასწარ მოთელოს სიტუაცია, ნახოს რა შესაძლებლობები არსებობს, რა ტიპის ნებართვა შეიძლება გაიცნეს, თუ ზონის ცვლილება საჭირო არის თუ არა ამის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ამგვარი თან გვაქვს მაშინ ამაში გაუცნობიერებელი ინვესტორი იყო ან არ ვიცი. ისეთივე კითხვები მაქვს, როგორც თქვენ. იმიტომ რომ ამ ტიპის კომუნიკაცია ამ კონკრეტულ ინვესტორს თუ ის მართლაც არსებობს და აპირებდა ამ ნებართვაზე შემოსვლას. ნუ ჩვენ გავიგეთ ტელევიზიით ისევე როგორც თქვენ. ამ კონკრეტულ ინვესტორს მერიასთან ჩვენ ხელისუფლებასთან, ჩვენს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ ქონია. და უფრო მეტიც, ეს პროცესი რო დაწყებულიყო, ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო როგორც კულტურის სამინისტროში, ასე მერიაში და ზონალურ საბჭოში, რომელშიც შეგახსენებთ 20 ადამიანია, 20 წევრია, ამ 20 წევრიდან არიან როგორც მერიის თანამდებობის პირები, ასევე საკრებულოს წევრები და ასევე მოწვეული ექსპერტები, ურბანისტები, არქიტექტორები, რომლებიც სხვადასხვა, ვთქვათ, ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ იმ შეხედულებისამებრ, როგორც მათ გააჩნიათ. მიყავთ საუბარი ქალბატონინა, რომ აზრი არა აქვს ღვთამის მიცემას მერიაში ვინმესთვის და მაინც ობიექტურად გამოვა გადაწყვეტილება და ვერავინ ამის თქმა ძალიან ძნელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქონების განკარგვაზე და მეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ოდენობის ქონებასთან და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების განხორციელებასთან გვაქვს საქმე და ყოველთვის არის რისკი იმისა,
რომ ასე ვთქვათ, ამ საქმიანობაში ვიღაცა დაინტერესდეს ვიღაცისთვის, ვთქვათ, რაღაც ტიპის შეთავაზებით და ასეთი შეთავაზება განხორციელდეს კიდეც. ასეთი ბუნებაში არ გამოირიცხება და თუ გადავხედავთ ჩვენ წინა წლებსაც, ყოველთვის იყო შემთხვევა, როდესაც თუნდაც ქვედა დონეზე ადამიანები ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებიათ ნებართვის მაძიებელთან და გაეფორმებიათ რაღაც ტიპის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ესეთი არაკანონიერი ფულის გადაცემის გზით. მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არქიტექტურის სამსახურში, იმ სამსახურში, რომლის კურაციასაც მე გავწევ, ზონალურ საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება სრულიად გამჭვირვალედ და ძალიან თანმიმდევრულად. არ ვიცი ბატონ ჯოკია ბოდოკიას რის იმედი ქონდა ფაქტი არ არის ეს მეც არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენთან მას უშუალოდ როგორც ჩათვლის რომ მან აიღო ეს ქრთამი ჯერჯერობით 50,000 დოლარი და შემდეგ საუბარი იყო $180,000-ზე. მოდი ოპონენტებს მოვსმენთ, ბატონ თამას, თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს? პრინციპში რამდენად შეუძლია მერის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროს გავლენა მოახდინოს რაიმე სამშენებლო ნებართვის გაცემაზე. მოგესალმებით, მივესალმები თქვენი არხის მაყურებელს. მადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული თანამდებობა არ გახლავთ გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. აპარატის უფროსი გახლავთ ადამიანი, რომელიც თავის სამეურნეო საქმით უნდა იყოს დაკავებული და როგორც ქალბატონმა ნინამ აღნიშნა, ის ვერ გასცემდა უშუალოდ პირადად ამ ნებართვას. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რაღაც სისტემური დანაშაული და ამ ადამიანს ყავდა თუ ეს დანაშაული ჩაიდინა მან, ამ ადამიანს ყავდა თანამზრახველები, ვისთანაც მას კონკრეტულ საქმესთან კონტაქტი ჰქონდა. ჩვენ სისტემა არის გამჭვირვალე და დაცულია, ხო? სხვადასხვა უწყებები კი არა და უნდა გაიაროს სხვადასხვა ეტაპები ამ ყველაფერმა და ძალიან რთულია ვარაუდით საუბარი თუ მისთან რა ურთიერთობა ჰქონდა ბატონ ბოდოკიას, ნამდვილად ვერ გეტყვით, მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ფაქტი თვითონ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაშკარავა, მეტყველებს იმაზე, რომ მერიაში პრობლემები არსებობს გარკვეული კუთხით, სხვადასხვა თემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. რაც შეეხება თვითონ ზედამხედველობის სამსახურს, ჩვენ მოვითხოვეთ ბატონი გეგი ნიჟარაძის უფლებამოსილების შეჩერება, როდესაც მოხდა კონფლიქტი და ფაქტიურად დანაშაული იქნა ჩადენილი, მან თავის თანამშრომელს გასაუბრების დროს, კონკურსის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩამოართვა საათი, რომელზეც რაღაც გადამღები იყო, თითქოს ეს იყო რაღაც სპეცოპერაცია. მე როგორც აღმოჩნდა იმ ჩანაწერებიდან, სუსის ოფიცერი ესწრებოდა და სუსი იღებდა იქ გასაუბრების კადრებს. მოკლედ რაღაც გასამხედროებო ჩვეულებრივი სამოქალაქო სამსახურის სტაჟირება გადაიქცა რაღაც სპეცოპერაციის დონეზე დაგეგმილ ქმედებად და აქ გამოიკვეთა აშკარად დანაშაულის ნიშნები. ჩვენ მოვითხოვეთ უშუალოდ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერება, სანამ ჩატარდებოდა გამოძიება და გაირკვეოდა თუ რა მოხდა ამ გასაუბრების დროს კონკურსის პერიოდში, მაგრამ ბატონმა ნარმანიამ ამაყად გამოგვიცხადა, რომ არაპირებდა ბატონ ნიჟარაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. ბოდოკიას არ ჩათვალა, რომ არ ჩათვალა, ახლა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბატონ ნარმანიას ეს გადაწყვეტილებაც იყო მცდარი, მაშინ რომ მოხდა უფლებამოსილების შეჩერება, ალბათ ეს ფაქტიც არ მოხდებოდა. ბოდოკიას ყავდა თავის ხელმძღვანელები და ამ ხელმძღვანელების უფლებამოსილების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს მერიაში და გამოძიების გამო ამ კორუფციულ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული ფაქტის გამო ჩვენ ვითხოვდით წინა პერიოდში იმ ფაქტების გამო მათი უფლებამოსილების შეჩერებას, სანამ არ დამთავრდება გამოძიება და არ გაირკვევა თუ რა მოხდა თბილისის მერიაში. ზედამხედველობის როგორც უფროსი მისი მოადგილე კონკრეტული ხელმძღვანელები ამ შემთხვევაში გადაყენებული დროებით მაინც სანამ გაირკვევა თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე ბატონი ნარმანიას გადაწყვეტილება იყო დათური სამსახური ამ სამსახურისთვის ძალიან არასწორი ქმედება იქნა მისი მხრიდან ჩადენილი და ეს გახლავთ მართლაც ხელის დაფარება იმ ადამიანებზე, რომლებიც პერიოდულად რაღაც დანაშაულებზე მიდიან. უფრო დავაკონკრეტოთ, თქვენ თვით რომ ზემდგომების დახმარების გარეშე ბატონ ბოდოკია ვერ განახორციელებდა რაღაცა მშენებლობის ნებართვის ლობირებას, ხო? მე ვთვლი რომ
თუ არ სწორად გაგიგეთ თუ რა თქმა უნდა ვერ განახორციელებთ და აპარატის უფროსი არ არის ის ადამიანი ერთი სამსახურის აპარატის უფროსი რომ ეს პრობლემა თავიდან ბოლომდე მოაგვაროს ბუნებრივია მას უნდა შეეთანხმებინა ეს როგორც თავის ხელმძღვანელობასთან ასევე სხვა სამსახურის ხელმძღვანელობას დაუშვათ რომ აი მართლაც რაღაც თითქოს ქალტონ ნინას საუბრიდან გამომდინარე ისეთი საბეჭდილება შეიძლება დაგხვდეს რომ მან მოატყვა ინვესტორი საკმაოდ დიდი ვალდებულებები ჯერ არც გამოჩენილა ხო ამ ადამიანმა ეს თანხები აიღო და ძალიან დიდ თანხებზე აქვს საუბარი და ამ თანხებით მართლა უზარმაზარ თანხებზეა მათ აქვს ძალიან დიდი ანაზღაურება ვიცით თბილისის მერიაში ძალიან მაღალი ხელფასებია ამის მიუხედავად უზარმაზარი თანხებზეა საუბარი და საკმაოდ დიდ ვალდებულებებს იღებდა მოტყუების შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო მეტი რისკი იყო რომ ეს ადამიანი დაეკავებინათ აქედან გამომდინარე რაღაც კონკრეტული გეგმა სავარაუდოდ არსებობდა მე ამაზე დეტალებში რა თქმა უნდა ვერ ვილაპარაკებ ეს გამოძიება უნდა გამოკვეთოს მაგრამ თვითონ ის ქმედება რომ ეს სამსახური ზედამხედველობის სამსახური უკვე მერამდენეჯერ მოხდა რაღაც გაუგებრობაში და ამ სამსახურში არის მუდმივად ამ სულ რაღაც 6 თვეა 5-6 თვეა რაც ეს შემადგენლობაა დედაქალაქის მერიაში ხელმძღვანელებად ზედამხედველობის სამსახური მუდმივად ხდება სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გეგი ნიჟარაძე მუდმივად ხდება გაუგებრობებში და ამჟამად დაკავებულია მისი აპარატის უფროსი. კარგით, მოდი ქალტონ ნინას მეცეთ საშუალება რომ პასუხოს, მაგრამ პრინციპში ლოგიკურია რომ ხელმძღვანელობას რაღაცა შეუჩერდეს. ჩემის აზრით არასწორია, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს სვადებთ ხელს. მე პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დაინტერესებულია მერია რომ გამოძიებამ კონკრეტული გვარები, სახელები დაასახელოს თუ ასეთი არსებობს. ეხლა ლოგიკა იმაში რომ რადგანაც კონკრეტული სამსახურის ზედამხედველობის უფროსი იყო საკუთარ უფროსთან ათანხმებდა ამას ეს არის ასე ვთქვათ ერთგვარი ვარაუდები იგივე ლოგიკით უკაცრავად მაგრამ ამ სამსახურში მოხდა ეს ფაქტი კი მესმის ამ სამსახურში მოხდა მაგრამ თითოეულ სამსახურში და მერე არის ძალიან დიდი უწყება თუნდაც ერთ კონკრეტულ სამსახურში შესაძლოა იყოს 100-დან 150-მდე ადამიანი. ანუ თითოეული ადამიანის ქმედება, რომელიც ასევე დამეთანხმებით თქვენ ამ წუთას ახსენებდით ხელფასს და ახსენებდით რომ ძალიან მაღალია სარგო. მე პირადად გეტყვით, რომ ჩემი სარგო გაცილებით მაღალი იყო არასამთავრობო სექტორში, ვიდრე მე ახლა მაქვს. თუმცა პასუხისმგებლობა ალბათ 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მე მანამდე მქონდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთის მხრივ ძალიან დიდ პასუხისმგებლობა, ძალიან დიდ დისკრეციაზე და გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებლობაზე, როდესაც შესაძლოა ინტერესი იყოს სხვა ადამიანების მხრიდან იმისა, რომ კორუფციულ გარიგებაზე წამოვიდნენ და ამგვარი რამ იქ სადაც მე ვმუშაობდი, ვთქვათ, არ ხდებოდა. აქ ამ თემაზე საუბარი, ამის პარალელურად მე მგონი უბრალოდ ლოგიკოა, სწორედ ამაზეა საუბარი. ადამიანმა, რომელმაც ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, გარკვეული мотиваცია ჰქონდა, აქ იყო საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაზე საუბარი, მაგრამ რა იყო მის გონებაში, ან რა გეგმები ჰქონდა. ალბათ ეს გამოძიებამ უნდა თქვა, მე ერთში ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი ის თანამდებობის პირი და ხელმძღვანელი პირი, რომელიც ხელმძღვანელობს არქიტექტურის სამსახურს. ის საბჭო, ზონალური საბჭო, ეგრეთ წოდებული ზონალური საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და თუ ეს ინვესტორი შემოვიდა და აუცილებლად მოვიდოდა ზონალურ საბჭოში, არავითარ შემთხვევაში ამ სქემაში არ იქნებოდა მონაწილეობის მიმღები. მე ვსაუბრობ გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე. ეხლა მას კონკრეტულად რა გეგმები ჰქონდა? ამაზე ძალიან ძნელია კონკრეტულ ადამიანების დადანაშაულება. ეხლა სამსახურის უფროსი იყო ჩართული ამ საქმეში და მან იცოდა მისი თანამშრომლის გეგმების შესახებ, თუმცა ალბათობა ვარაუდი თუნდაც 2%-იანი ხო არსებობს რომ ასე ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ხომ არ ჩანს ლოგიკურად რომ მას უნდა შეუჩერდეს გამოძიების პერიოდში ვთქვათ უფრო ამოსილება. ამ ლოგიკით თუ არსებობს რაიმე ტიპის ალბათობა რომ რომელიმე სხვა თანამდებობის პირიც ყოფილიყო მასთან კავშირში ყველა ეს ადამიანი უნდა განვიხილოთ რომ დღეს უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მგონია რომ ეს არა ლოგიკურია. ამას ლოგიკურად ბატონ ზაზას მოусმენთ ბატონ ზაზა კორუფცია მერიაში ეს არის ერთი ფაქტი თუ თქვენი აზრით ცოტა სხვა პრობლემებიც არის. შეფასება რომ უშინელი ფაქტი იყო დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთი უნარობა და სირცხვი. მეტყვი ჩვენ დღეს აკითხავთ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში ვისთან უნდა წასულიყო ის თანხა რომელიც იყო გადაცემული ასე შემდეგ. უნარობა რა შუაშია ბატონო. ანუ კაფეოთ გამოკვეთილი სქემა რო არ არის ამიტომ ჩვენ ზუსტად ერთი იგივე წრეზე დავდივართ. ესევე დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ. ჩვენ კარგად გვახსოვს მაშინაც სწორედ სასულოს თემა იყო. მაშინაც მეგონი 50,000 იყო, როდესაც კანცელარიაში დეპუტატი
კენჭაძე და მაშინ ყველა და კულუარებში ყველა მიწოდა ვის თან უნდა მისულიყო ის ფული, მაგრამ მოხდა მაშინ სწორედ იმ დეპუტატის დაკავება და სწორედ მასზე გადაწყდა ეს ყველაფერი. შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ იცოდა და ყველაფერი ეს მას ჰქონდა ორგანიზებული, სწორედ გასულიყო იქამდე თუ ვისთან მივიდოდა. ეხლა იმის სახელი რომ ეს კაცი ჯოტი აიღებდა ამ ფულს საქართველოს გაქცევას აპირებდა, ეს ჩემი აზრით არასწორია. ანუ მას ყავდა თანამძრახველები თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ლოგიკით აქამდე მივდივართ, რომ ყავდა თანამძრახველები და რა თქმა უნდა მას რაღაცა ბატონი ზაზა. უნდა გაეკეთებინა. მოდით ეხლა ერთი წამით მინდა თქვა კიდე, ეხლა რასაც მერის თანამშრომლები ამბობდნენ და რასაც ქალბატონი ძანებდა, რომ ის რომ არ იყო ინვესტორი, ჩვენი მას შეიძლება რომ ინვესტორი არ იყო, იმას კი არ ჩვივა, რომ ფულის სამღები იყო რაღაცა. სანამ იქნება ეს ვიღაცა, რომელიც მერიაში დახვდება და 50,000 გამოართვეს, ძალიან ძნელია რომ ინვესტორი მოძებნოთ. აქ საუბარი იმაზეა, რომ მგონი არასწორი ინტერპრეტაცია. ეს კონკრეტული ადამიანი არ იყო მოსული მერიამდე, მე ეს ვიგოლის კარგით და არა ის რომ ინვესტორი არ არის. ყველაფერი ის დედაქალაქია და ისიც ვინდა გითხრათ რომ მერია ძალიან ჩაკეტილი სისტემა გახდა, ძალიან ჩაკეტილი სისტემა. მეც ვინდა გითხრათ რომ ოდესაც ატარებით კონკურსებზე რაღაცა, როცა იყო დაპირება ოპოზიციას, უბრალოდ ფორმალური მონაწილეობა მიიღო, ვინ უნდა ყოფილიყო შერჩეული, ისიც კი ჩაკეტილი, ისიც კი ფაქტიურად მერის თანამშრომლებმა რაც იყო დაპირება ის არ შეასრულეს, ამიტომაც შეუძლებელია მერიაში ვიღაცა თანამშრომლები ყოფილიყო, მას ყავს კონკრეტული რეკომენდატორი, კონკრეტული ადამიანი, ვინც აგით ასეთი ბრალდებაც არის ფაქტთან დაკავშირებით. ესე მოაუგეთ გვერდს იმას რომ დავუშვათ გადაცემა. ეხლა თქვენ მიკროფონს მიხედავენ და მე გავაგრძელოთ საუბარი. მე მინდა უფრო კონკრეტულ ბრალდებებზე გადავიდეთ, რა პატარა ხარვეზი აქვს მე მგონი თქვენს ხმას და მე მინდა სხვა ბრალდებებზეც გადავიდეთ, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით არსებობს, სანამ კიდევ ვინმეს დააკავებენ, მომავალში იქნებ წინასწარ ვისაუბროთ ამ თემებზე, მაგალითად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის განცხადებით მათ მერის მიერ რამდენიმე კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებებს ისინი გადააგზავნიან პროკურატურაში. კონკრეტულად აქ საუბარია კომპანიებზე დაგიდე ცეკური, რომელიც ტენდერების გარეშე გაქონდა მათთან ხელშეკრულება, აქ უფრო ბატონ ავთანდილს მინდა დაუსვამოთ კითხვა და არის საეჭვო გარემოებები, კორუფციული ტენდენციურობა, მერის წარმომადგენლების, მაგალითად შპს დაგი, რომელთანაც პირადად დავით ნარმანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 14 ნოემბერს გაფორმდა 1,800,000 ლარამდე ჯამური ღირებულების 3 ხელშეკრულება, აქედან კომპანიამ 900,000 ლარამდე ავანსად მიიღო, ხელშეკრულებები პირდაპირ ფორმდება ასევე ქართული ოცნების თანამდებობის პირების კომპანიებთან, მაგალითად შპს ცეკური, რომლის ფლობელი უმრავლესობის დეპუტატის სერგო ხაბულიანია. აი ესეთი არის ბრალდებები, ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2,150,000 ლარი. ალბათ იცნობთ ხო ამ ბრალდებებს, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო 1,71,000 ლარი და ორივე კომპანიაშისთან კავშირში არისო ქართული ოცნების თანამდებობის პირები და დავით ნარმანიას პირადი ინტერესები. რა სიტყვით აი ამ კონკრეტულ ტენდერებზე, ამ კონკრეტულ კომპანიებზე შემდეგ ალბათ ბატონ თამას და ბატონს კიდევ ერთხელ ბრალდებები ბოდიში ბატონს. მე მინდა დავიწყოთ ჩემი ასე ვთქვათ სიტყვა იქიდან რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის სასაცილო, სატირელი რო არ იყოს და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ჩახედული იყვნენ, რა ხდებოდა მერიაში თავის დროზე, როცა ჩვენ საერთოდ საგზაო სამუშაოების მიმართულებით თანხების მობილიზაცია გავაკეთეთ, საბიუჯეტო ცვლილებები გავაკეთეთ და ასე შემდეგ. და რისთვის გავაკეთეთ კიდე ეს ყველაფერი, ამას უბრალოდ არ იტყოდნენ და ეს არის უბრალოდ პოპულიზმი და მეტი არაფერი. ხა გეტყვით რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორ კომპანიას, საერთოდ მას იმ დროს, როცა ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, 101 ტენდერი გვაქვს გამოცხადებული მთელი აგვისტოს თვიდან დაწყებული ასე ვთქვათ დეკემბრამდე. 101 ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. კონკრეტულად ეს სამუშაოებიც, რომელი სამუშაოებიც მოხდა ამ შემთხვევაში ერთი კომპანიის და მეორე კომპანიის ასე ვთქვათ დაკვეთის სფეროში, ეს სამუშაოებიც იყო ტენდერზე დადებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო და ამ მიზეზებს თუ გნებავთ მოგახსენებთ კიდევ რატომ. კი ბატონო, საინტერესოა რა შეიძლება ტენდერის გარეშე რომელიმე კომპანიამ მიიღოს. კი ბატონო, ანუ გარკვეული მიზეზების გამო კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს ასე ვთქვათ სატენდერო პირობები, ვერ მოიტანეს უზრუნველყოფის გარანტიები, ან ასე შემდეგ. ან ჩვენი მიდგომა საერთოდ როცა დავიწყეთ მუშაობა და დავინახეთ ეს უსუსური ხელშეკრულებები, რომელიც იქნა მერიაში და იყო მერიაში დადებული, სადაც არ იყო საბანკო გარანტია, საერთოდ ცნება რას ნიშნავდა გარანტია და რას ნიშნავდა ასე ვთქვათ თანხის საბიუჯეტო სახსრების სწორი და მართებული ხარჯვა, ეს საერთოდ არ ყოფილა, ეს როცა შევცვალეთ, მთელი ქალაქი აღმოჩნდა შოკში, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ასე არ უმუშავიათ
ბოლო 9 წლის განმავლობაში სულ მცირე მთელ ქალაქში. და ყოველთვის იყო ის, რომ კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ ქალაქში ვინც მუშაობდა საერთოდ ამ მიმართულებით და ვინც აკეთებდა საქმეს. ამიტომაც ძალიან ბევრმა კომპანიამ უბრალოდ ვერც მიიღო, არც მიიღო და ვერც დააკმაყოფილა ის პირობები, რა პირობებითაც ჩვენ რეალურად სამუშაოები დავიწყეთ და დავიწყეთ კიდევაც სწორად. 101 ტენდერიდან საერთო ჯამში 36 ტენდერი იქნა, ასე ვთქვათ, ჩავარდნილი, ანუ გარკვეული ამ ხარვეზების გამო, რაც მე ახლა დავასახელე და ამ 31 ტენდერიდან დაახლოებით კიდე 15-ზე მეტი ხელმეორედ გამოვაცხადეთ. ეხლა რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ჩვენ ფაქტიურად ნოემბრის თვეში ვიყავით იმ მოცემულობის წინაშე, ანუ და ქალაქი დაგვეტოვებინა იმ დღეში, რა დღეშიც სამწუხაროდ ჩვენმა ოპონენტებმა დაგვიტოვეს, ყველა ქუჩა გადათხრილი, ყველა ქუჩაზე ორმოული, ზამთარს უნდა შევხედოთ მომზადებლად და მე ჩვენსავე მოქალაქეებს უნდა ეთქვათ, რომ აი მოხვედით, თქვათ, ხელისუფლებაში და რეალურად ერთი ქუჩაც კი არ გააკეთეთ. ამიტომ ვთხოვეთ, დიახ, ეს არის ჩვენი მოგონილი არ არის, რაც შეეხება საერთოდ სახელმწიფო შესყიდვები უშვებს ამას, ეს არის გამარტივებული შესყიდვის წესი პირდაპირი დანახარჯების, ასე ვთქვათ, წარმოდგენით ხელშეკრულებების დადებას. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს აგრებულოს, ვთხოვეთ ჩვენს კოლეგიალურ ორგანოს, მოეცათ ჩვენთვის უფლება, რომ დაგვეკონტრაქტებინა, ასე ვთქვათ, გარკვეული ასეთი სახის სამუშაოები, იმიტომ რომ რეალურად ზამთარში და ზამთარი როგორი გვექნებოდა წინ არავინ არ ვიცოდით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაგვიმართლა და რაზეც მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, ზუსტად ეს აწვალებს, ასე ვთქვათ, გულს უღრნის ჩვენ ოპონენტებს, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში 20 მილიონამდე ლარი საგზაო სამუშაოებში დავხარჯეთ, რასაც არ ელოდნენ და შოკი იყო მათთვის, ესეც რომ ვთქვათ. აი, ზუსტად ამიტომ, ასე ვთქვათ, დღეს რაღაცა კორუფციულ გარიგებას. მე მინდა აი, ალალად გითხრათ, როგორც ერთი ჩვენი ქალაქელი, თანამოქალაქე, უпроსტად ჩვენ ჩემს სამსახურში ნებისმიერი კორუფციული ფაქტი თუ ვინმე ამას გაბედავს, მე ვიქნები პირველი მტერი, რომელიც ამას გააკეთებს, ანუ რომელიც ამას აღკვეთს. ჯერეთი ძალიან გამჭვირვალეა ყველაფერი, აი ნებისმიერი ეტაპი შეუძლია ნებისმიერმა ოპონენტმა. კი ბატონო, სიამოვნებით და ნებისმიერ ეტაპზე შემიძლია აი ამ აბსურდულ ბრალდებებს უბრალოდ პასუხი გავცე რა. ანუ ჯერ ბატონ ზაზას დავუბრუნდეთ, ვინაიდან მას შევაწყვეტნეთ საუბარი ტექნიკური მიზეზის გამო, ანუ გამჭვირვალეა თუ არა დღეს მერიაში ტენდერების საკითხიდან თანხების მიმოქცევა და შემდეგ ბატონ თამას მოიმზადებს არგუმენტებით, ფაქტებით და გაერთიანებულ დემოკრატებს არაერთხელ გამოთქვამს ის პრეტენზიები, რომელიც გვაქვს მერიის სამსახურთან, კერძო ტენდერებთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ტენდერების ჩაშლა, ხოლო შემდეგ ხდება ერთბითან მოლაპარაკებით. ეხლა რაც არ უნდა არგუმენტები დაასახელოს მერიის თანამშრომლებმა, თუ ეს რატო და როგორ ხდება, ჩვენ კარგად ვიცით ის სქემები, ანუ ტენდერი ცხადდება, იღებს რამდენიმე ფირმა მონაწილეობა, შეიძლება ათეულობით ფირმა, შემდეგ არავის არ აქვს სურვილი ეს სამუშაო შეასრულოს და ერთბითან მოლაპარაკების ქალაქში ყოველთვის ვკითხულობ და ვეკითხები მერიის თანამშრომლებს, რომ სად პოულობენ ქალაქში ისეთ ადამიანს, ისეთ ფირმას, რომელიც შემდეგ დაუდეს მათ ხელშეკრულებას და იმ პირობებს დააკმაყოფილებს, რომელიც ვერ დააკმაყოფილა ვერავინ ამ საქართველოში. ტენდერებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ჩვენ ორშაბათს 12 საათზე დაბარებული ვიყავთ თბილისის მერიის ორი სამსახური, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო მასალა იქნება და ეს მასალა ალბათ თავის ასახვას პოვებს შემდეგ. სწორედ ტენდერებთან დაკავშირებით, სწორედ შესყიდვებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მძიმე მასალას მივცემთ ჩვენ საზოგადოებას. მე მაინტერესებს რომელი სატენდერო კომისიის და გადაწყვეტილების ანალიზება გააკეთეთ საერთოდ და რა შეიხედეთ, იმიტომ რომ ძალიან აბსურდული ბრალდებაა რა. აბსურდული, იცით რა, აბსურდული ბრალდებაა და არ მინდა არ მივიღებ ამ ბრალდებას, იმიტომ რომ ფაქტი უნდა თქვა ბატონებო რა და მხოლოდ პოპულისტურ ასე თქვა სიასოზე უნდა ესე იძახოთ თქვენი სამსახური. ეხლა იცით რა, რომელიმე ფაქტი დამისახელეთ, რაში არის სქემაზე მელაპარაკები, როგორია სქემა, მითხარით, აი მე გამანათლეთ რა, მე არ ვიცი როგორი სქემა, როგორი სქემა ტენდერები რა. თუ გაინტერესებ დამდგარ გაგანათლე. მე პატარა მაგალითს გეტყვით, უბრალოდ პატარა მაგალითს. იმისა რომ დაწუნებულია რომ მერიაში კარგად იციან, აუცილებლად გაგანათლეთ. აი პატარა მაგალითს გეტყვით, შეგვიძლია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და უბრალოდ ამას გავაქარწყლებ პირდაპირ რა. ჩვენ მქონდა ტენდერი გამოცხადებული, თქვათ რაღაც გარკვეული პირობებით, რა პირობებზეც წეღავ საუბრობდი, ყველა გამარტივებული წესით დადებული ხელშეკრულება ანალოგიური პირობების ზუსტ იდენტური დაკმაყოფილებით არის დადებული. აი როგორ ვახერხებთ ამას, ეს იმიტომ ვახერხებთ, რომ გვაქვს ამისი უნარი და ვიცნობთ კიდევაც კომპანიებს, სიმართლე რომ გითხრათ, მე 10 წელი მაგალითად მშენებლობაში ვიყავი და 10 წლის განმავლობაში მშენებლობას ვაკეთებდი, მაგრამ ეს არავის არ მის
მისცემს უფლებას, რომ მე პირადად მინიმუმ დამადანაშაულოს იმაში, რომ მე რამე კორუფციულ სქემაში ვარ გარეული. მე ამას მივიღებ შეურაცხყოფად პირადად. კერძო ბიზნესში ვიყავი 10 წელიწადი ჩემი ხელით ვაკეთებდი. არა მაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ არც ერთი კომპანია არ მაქვს საკუთარი და ნუ თავისთავად ცხადია ასე შემდეგ. მაგრამ აი რომელ სქემაზე მელაპარაკებით, იქნება ცოტა ხაზი გაუსვა და უბრალოდ სიტყვებს მე გარწმუნებ და აი კალოტორია თქვენს გარწმუნებთ რომ არ იქნება შორს ის დრო მოშობისად კიდევ კორუფციულ გარიგებებს მერიასთან დაკავშირებით არაერთხელ გვექნება საუბარი მერიაში კორუფციასთან უფრო ადვილია საუბარი იმ შემთხვევაში როდესაც კონკრეტული ფირმების სახელდება აი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა ასახელებს ბატონ თამას თქვენთვის არ არის სარწმუნო არგუმენტები რომ მართლაც ხანდახან შეიძლება დროში იყოს შეზღუდული ან არ წარმოადგენენ წინადადები და პრინციპში პირდაპირი შესყიდვა ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით შესყიდვები პრინციპში ნაციონალურ მოძრაობას არ არის სტატისტიკას მოვიყვან ნაციონალურ მოძრაობასაც ახლა ბატონო ავთომ აღნიშნა რომ ეს კანონში გათვალისწინებულია მინდა სტატისტიკა მოვიყვანო მაგრამ სანამ სტატისტიკაზე გადავალ მინდა ქალბატონ ნინას უთხრა რომ როდესაც ის არასამთავრობო სექტორიდან მოღვაწეობდა ის მუდმივად აპელირებდა გამჭვირვალობაზე ბატონმა ზაზამ აღნიშნა სამწუხაროა რომ თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება რომ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაინც რომელიმე ფრაქციიდან ყოფილიყო თქვენ კომისიაში სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით რომ საკრებულოს ქონოდა სრული ინფორმაცია ეს არის აბსოლუტურად ჩაკეტილი წრე ჩვენთვის საკრებულოს ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე მინდა რომ თქვენი ის მოწადინება რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთვის ცნობილი იყო დღესაც გამოიჩინოთ ეს ინიციატივა და რაღაც უფრო გახსნილი იყოს ეს მქონდა მათთან პირადი საუბრები და ვიცი მათი პოზიცია იმიტომ რომ გადაწყვეტილებები როდესაც პრეტენზიები მოდიოდა ჩემთან მე საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე ვარ როდესაც მე ვამოწმებდი კომისიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან იმავე კომისიაში სრულიად თანხვედრაში იყო მათი პოზიციები, რატომღაც ეს ხმამაღლა გაჟღერებული მე მათი მხრიდან ესე არ მახსოვს, თუმცა დღესაც კომისიის მუშაობაში იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩართულები, თუ თქვენ მათენდობით, თქვენ შეგიძლიათ მათ კითხოთ, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს კომისია დახურული ნამდვილად არ ყოფილა, თუ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაცია ჩართული იყო და ყველა კომისიის ხტომას ეს კარგით, მოდით გადავიდეთ საკრებულოს წევრი არის თბილისის მოსახლეობის არჩეული, აქედან გამომდინარე ნებისმიერ კომისიაში სასურველი იქნება წარმოდგენილი იყოს თითოეული ოპოზიციური ფრაქციიდან ერთი ადამიანი მაინც და სასურველი იქნებოდა თქვენი პოზიცია ყოფილიყო ამასთან მხარდაჭერილი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ტენდერებზე, რა არის ახლა? აი ბატონი ავთო სასოციალო და პოპულიზმი ამაზე ვისაუბროთ. პირდაპირი მოლაპარაკების კანონი არ კრძალავს და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ბატონი ავთოს იგივე თქვენ ორი კომპანია ახსენეთ. აი კონკრეტული შემთხვევა მოვიყვანოთ. ორი კომპანია ახსენეთ, სეკური და დაგი, ამ კომპანიებზე 14-დან 19 ნოემბრამდე უშუალოდ ერთ-ერთს არ აქვს არანაირი გამოცდილება მშენებლობის რა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს გზების მშენებლობის ეს გახლავთ კომპანია დაგი ხოლო როგორც თქვენ აღნიშნეთ შეფესე ცეკური არის ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის უმრავლესობის პარლამენტის დეპუტატის კომპანია რომელსაც ის არ უარყოფს და რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მისი წელი სადაც აღიარებს ეს მისი კომპანია და გამოცდილება აქვს საკმაოდ დიდი როგორც მე ვიცი ორი კვირით ადრე თქვენ დააჯარიმეთ რადგან იუსტიციის სამინისტროს სამხარეულის ბიურომ დაუწუნა მას მუშაობა და დაჯარიმებული იქნა თქვენს მიერ და ორი კვირის შემდეგ უკვე პირდაპირ 2 მილიონ ლარზე უფორმეთ ყოველგვარი კონკურენციისა და ყოველგვარი ღირაობის გარეშე ანუ სამართლიანი კონკურენციის გარეშე პირდაპირ რა თქმა უნდა ვერ შეასრულა პირობები და დაჯარიმდა ამის გამო რადგან იუსტიციის სამინისტროს სამხარეულის ბიურომ დადო დასკვნა ამ კომპანია ვერ ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს ორი კვირის შემდეგ თბილისის მერია აფორმებს ისევ ამ კომპანიასთან რადგან ჩვენის მოსაზრებით რადგან ეს წარმოადგენს იმ პოლიტიკური გუნდის პარლამენტის წევრის კომპანიას აფორმებს რამდენიმე მილიონ ლარზე 2 მილიონ შეტყვის გულისხმობ 2 მილიონ 150,000 ლარიან ხელშეკრულება სადაც 1,171,000 ლარი წინასწარ იქნა გადარიცხული
რაც შეეხება საბანკო გარანტიებს, ალბათ თუნინო მინდა მოსახლეობამ და ტელემაყურებელმა იცოდეს, რომ როდესაც ბატონი ნარმანია აპროტესტებდა 25-30%-იან წინასწარ გადახდას, აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ეს არასწორი ფორმაა, დღეს თბილისის მერია ავალდებულებს კომპანიებს, რომ წარმოადგინონ საბანკო გარანტიები, რაც რეალურად პრობლემას უქმნის ამ კომპანიებს და 95%-ია, ხშირ შემთხვევაში 50-დან 95%-ის ჩასვლით ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მასალები 100%-იანი წინასწარი გადახდებია, ეს რაზე მეტყველებს უკვე ამაზე თვითონ მოსახლეობა შეუძლია გააკეთოს დასკვნები, რაც შეიძლება სტატისტიკას თუ შეიძლება სტატისტიკაზე ვისაუბრებ, რაც შეიძლება და მოგცემთ ის ნაციონალური მოძრაობის პერიოდში პირდაპირ წესით გაფორმებულ ხელშეკრულებას 2013 წლის დეკემბერში. ამაზე ვისაუბრებთ, არ არის პრობლემა, მოდით ბატონთან გვიპასუხოს ამ კონკრეტულ ბრალდებაზე. რატომ გაუფორმეთ კონტრაქტი ისეთ კომპანიას, რომელსაც ჩვენი ოპონენტის ნათქვამ სიტყვებს უბრალოდ პარადოქსს და გეტყვით რატო? აი რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ერთი კომპანიას და მეორეც, რომლებსაც ოპონენტები ასახელებენ, მუშაობენ უკვე ბევრი წლების განმავლობაში საქართველოში. მაშინ, როდესაც კომპანია დააგიძდა, კომპანია ცეკურის, როდესაც მთავრობაში ცენტრალურშიც და ადგილობრივშიც იყო ნაციონალური მოძრაობა, მაშინაც ძალიან კარგად მუშაობდნენ და დღესაც უკვე ერთი წუთი ძალიან გთხოვთ, მე გისმინეთ და მომისმინეთ ძალიან გთხოვთ, პატივი მეცეთ, მეც როგორც მე იგივე მეც პატივს აქცევთ. ერთის და მეორეც მუშაობდნენ აქამდეც. ის ფაქტი, რომ 8 ხელშეკრულება დავდეთ, უბრალოდ 8 კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება სამწუხაროდ, მაგრამ ბატონებმა ძალიან კარგად იციან, უბრალოდ არც ერთხელ არ ვთქვამს, 8 ხელშეკრულება დავდეთ გამარტივებული წესით, საიდანაც 3 კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვეტეს და ის შავ სიაშიც კი მოხდა, ჩვენივე მოყვანილ კომპანიებს, ვისთანაც გამარტივებული წესით ხელშეკრულება დავდეთ, ეს მეორე მიზეზი და ასევე ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა რა, რაც შეეხება გადაუდებელ აუცილებლობას არ იყო. მაშინ, როდესაც საკრებულოს დეპუტატი დღეს გვეუბნება ჩვენს უყველას ერთად, რომ გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო და არ არის ეს აუცილებელი, როდესაც ადამიანები საკუთარ სახლთან ვერ მისულან ისე, რომ ფილტვები არ დაიზიანონ, ასე ვთქვათ, მანქანაში ჯაღჯაღით ან ფეხით საერთოდ ვერ გავიდით იმ ქუჩაზე, როდესაც ეს არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა და როცა ჩვენ ტენდერით უნდა წავსულიყავით და შუა ზამთრის პერიოდში, როდესაც ესეც რო ვთქვათ რა, ხვეწნი ძლივზლიობით დაუდეთ ხელშეკრულება 8 კომპანიას, ამასთან ერთად ორი ხელშეკრულება მოვითხოვეთ კიდევაც, რომ საკრებულოსგან ნებართვა და უკან დავაბრუნეთ წერილით, რომ უბრალოდ ვერ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ანუ არც ერთი კომპანია არ დაკმაყოფილდა იმ პირობებზე და ესეც იმიტომ, რომ ზამთარი გვედგა პირს, ეს უბრალოდ უპასუხის გეუბნება და მეტი არ არის. იქით ეძებდით და ეხვეწებოდით კომპანიებს. 20-მდე კომპანია გამოკითხეთ, 20-მდე კომპანია თბილისი, კომპანია ჰერიო. და ის შეიძლება ნებისმიერ. არა, უბრალოდ ვიღაცამ გარისკა, ვიღაცამ აიღო თავზე. ვიღაცამ აიღო თავზე. გასმენოთ ამ კომპანიებს უკვე საქართველოში მშენებლობაში ფულის კეთება არ უნდა მე არ ვიცი კომპანიებს რატომ გითხოთ მაგრამ ეს 20 კომპანია გამოკითხეთ და კიდე გისახელებ დანარჩენ კომპანიებსაც ვისთანაც ჰქონდა ჩვენი კომუნიკაცია ვინც ქალაქში მუშაობდა და ისინი მუშაობდნენ მაშინაც კი როცა ბატონები იყვნენ ხელისუფლებაში და ჩვენი მოყვანილი კომპანია აქ არც ერთი არ იყო ჩვენ უბრალოდ ვიმუშავეთ პატიოსნად კეთილსინდისიერად და ეს არის ზუსტად ის დაითანხმეთ ის იყო ვინც დავითანხმეთ ვინც დააკმაყოფილა არა მხოლოდ დააზარალებულ კომპანიას ქოქნება პრეტენზია ალბათ დაუყურებია თავი კითხვა რა არის პრეტენზიას ვაცხადებ და ყველა იმალება ანუ დღეს ეხა სამშენებლო ბიზნესში კომპანიებს არ უნდა ეხოცება მერია ეხოცება სამშენებლო ძალიან კარგად ვიცით რამდენი რისკები და იმისაც გვესმის ყველა პირველში ეფექტური აქტები უნდა კონდეს თავიდან სანამ გამოაცხადებ ტენდერს და მერე უნდა ვაცხადოთ ეფექტური აქტები უნდა კონდეს ლაბორატორიის გასწრებით პროექტებიც ჰქონდა გენაცვალე და იმიტომ გეუბნებით არც ერთი პროექტი არ გინახავდა არც ტენდერზე შესული არც ერთი გინახავდა არც ერთი ყველა ტენდერი დღეს არის ძალიან დიდი კონკურენცია და ფასი იწევს დაბლა თქვენ შემთხვევაში იღებთ კონკრეტულ ფასს, იღებთ კონკრეტულ კომპანიას და უფორმებთ ბიუჯეტის ფულს ურიცხავთ ან წინასწარ, უფორმებთ ხელშეკრულებას იმას, ვისაც გინდათ. ეხლა რა შეიძლება? როდის ვიქი დავამყარებთ, რაც შეეხება სისწრაფეს და რაც შეეხება კონკრეტულ ქუჩებს. 14-დან 19 ნოემბრამდე გაფორმდა ამ ორ კომპანიასთან, რადგან ეს ორი კომპანია ვახსენეთ, ბოლომდე ვიტყვით. ორ კომპანიასთან ხელშეკრულება და ეს გახლავთ ფლიანი მოცულობით 4 მილიონ ლარზე მეტი. დეკემბრის თვეში გაიგზავნა წერილი ბატონ ავთოსთან 23 იანვარს ჩვენ მივიღეთ მისგან პასუხი საკრებულოში, სადაც ბატონი ავთო აღნიშნავს, რომ
ნაწილი სამუშაოების ჯერ არ დასრულებულა და ნაწილი ქუჩების კალბატონინო გეტყვით დავამთავრებ თუ შეიძლება ნაწილი ქუჩები იქ არის კონკრეტული ქუჩები ჩამოქლილი იქ სამუშაოები არ დაწყებულა თქვენი წერილი ნახეთ რა ჩვენ გამოგვიგზავნეთ ანუ ამ 2-3 თვის განმავლობაში ორჯერმანი ჩაატარებდნენ ტენდერს თუ ის ქუჩები დაწყებული არ იყო ან სამუშაოები დასრულებული არ იყო ძალიან მარტივად შეიძლება ტენდერის ჩატარება აქ არის აშკარად იკვეთება სხვა ინტერესები ბატონო და ამიტომ ან ინტერესი დამიმტკიცეთ ან არა და საერთოდ ამ საკითხზე არის საუბარი ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები ამასთან დაკავშირებით და ვიღახით ფაქტებს მაგრამ რა შეიძლება ფაქტი ფაქტი ის არის რომ თქვენივე კოლეგა თუ თანაგუნდელი არ ვიცი კამერას ატრიალებდა ერთ ქუჩაზე სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა მეორე მხარეს იღებდა იმისათვის რომ ის არ გამოიჩინა რომ სამუშაოები მიმდინარეობდა როცა ზუსტად 5 წუთში და 10 წუთში მე მივადექი ზუსტად კამერას ინატრიალებდა არ ვიცი წერაში წერია 2 წუთი შემდგომ ქუჩები ჩამოყრილი არ არის დაიწყებული სამუშაოები ადონატო გამომდის სამუშაოები შეიძლება ჩემი თანაგუნდელი არ არის მაგრამ ჩემთვის ფაქტი არის რომელიც ქუჩებში მუშაობდით აი დაისახელე ქუჩები რომელზეც მუშაობდით თუ იცით ეს თემა დაისახელე ეხლა ისე გამოდის რომ თითქოს ჩვენ მომოდით ინფორმაციაზე კორუფცია შეიძლება ამისახელეთ რომელ ქუჩებზე მუშაობდით ჩვენ შეიძლება თუ იცით თემა მითხარით თქვენ დაგისახოთ თელეკუჩები აი მითხარით ერთი კომპანიის დაგის მიერ შესრულებული სამუშაოები რომელ ქუჩებზე მუშაობდით არ იცით ბატონო თქვენ უბრალოდ პოპულისტურ განსაკუთრებას იგივე ლეონიძის ქუჩაზე დაწყებულიც არ იყო იავრის თვეში რომ ლეონიძის ქუჩაზე რა ქონდა გასაკეთებელი ქუჩებია კალბატონინოს მითხარით რა ქონდა გასაკეთებელი ისე მოვატრიალეთ საუბარი ეხლა დეპუტატები და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას განსინდისის ადამიანებს სამუშაოებს ბიუჯეტის ფული კონკრეტულ უფლებს ჩვენ როცა ბიუჯეტის ფულით ხელშეკრულებებს დებთ გვიდევს უკან საბანკო გამოუთხოვადი უპირობო საბანკო გარანტიები არც ერთი თეთრი არ არის გადარიცხული გარანტიის გარეშე ხორიცხავთ თანხებს საბანკო გარანტიის საფუძველზე რომელიც აი შემიძლია ძალიან ბევრი ფაქტი დავასახელო საერთოდ გარანტია რა იცოდნენ იმიტომ ვამბობ რომ გარანტია არ იცოდნენ რა იყო ერთი თეთრი არ არის გადარიცხული სანამ გამოუთხოვადი უპირობო საბანკო გარანტია არ მოიტანეს რატო ურიცხავდა იმიტომ რომ საბრუნავი საშუალებები ჰქონდათ იმიტომ რომ მე პროცენტი არ უნდა გადაერჩოს იმიტომ რომ თქვენ არ აძლევდით საშუალებას საბრუნავ საშუალებას არ აძლევდით კომპანიებს შეგიძლიათ თქვენივე და გაკოტრებულ კომპანიებს მიაკითხოთ ვინც დღეს ჩვენთან მოდის და ტირის მიაკითხეთ გაკოტრებულ კომპანიებს ყოველ მეორე დღეს გერგათ იქ რომ გული ჩამირიცხებს საშუალებას ჩვენ ვაძლევთ საბანკო გარანტიის საფუძველზე განხასაც მაგრამ მე ვთხოვთ პასუხსაც და კიდე გეუბნებით ამისი მაგალითი არის რა ხელშეკრულებიდან 3 გაწყვეტილი ხელშეკრულება და დასრულებული სამუშაოები რა ვქნათ ახლა თუ ვინმე ბიზნესში ყოფნა უნდა იმან ვალდებულება უნდა შეასრულოს მაგრამ ისე კი არა რომ თან დაახჭო და თან ვალდებულება შეასრულოს უბრალოდ უნდა ადგენს და კეთილსინდისიერებს როცა ყველა შეიძლება მეც რო გავაკეთო კომენტარი და რამდენი კომენტარი და აუცილებლად ფასას დაგისვათ თქვენ ვიყავით მართლაც აქტიური არასამთავრობო სექტორში მახსოვს თქვენ დასკვნები შეფასებები გიქნით თუ არა მინიმუმ უხერხულობას არც კანონდარღვევა არის თუ არა პრინციპში იმიტომ რომ პირდაპირ არ არის ხო ვთქვათ მერიის თანამშრომელი ან მერი არ არის მაგრამ სერგო ხაბულიანი არის უმრავლესობის დეპუტატი და აი როგორც ნაციონალური მოძრაობა ამბობს პირადად გეტყვით არ გადამიმოწმებია და ალბათ არ ტყუიან ალბათ რეესტრის ამონაწერი გაგვჭირს ამის ბატონთან მას ბატონებს დაადასტურებს და თვითონ ბატონ ხაბულიანს დაადასტურებს უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანი უკაცრავად არ გადამიმოწმებია არის თორე ეს ცოტა უხერხული მინიმუმ რა ვთქვათ კი ბატონო გიპასუხებთ ზოგადად ყველა კომპანიის უკან და ჩვენ რო ჩავეძიოთ კომპანიების უკან დგომ ადამიანებს შესაძლოა აღმოჩნდნენ რომელიღაც გუნდთან დაკავშირებული და ასოცირებული პირები როგორც ავთომ ამ წუთას თქვა ეს კომპანიები ამ წლების მანძილზე მუშაობდნენ გინო მე აქეთ კითხავ შენ თუ 8 კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება და მათ შორის ერთში აღმოვაჩინეთ ესეთი კავშირი. მოდით სხვა 8 კომპანიაც ვნახოთ და ერთ რამეს გკითხავთ თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში. თქვენ რომ ჩაგივარდეთ ტენდერები და მე აქ ოპონენტებისგან აუცილებლად გავიზიარებდი მათ პოზიციას ჩვენს ცუდად მუშაობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ ისინი კონკრეტულ მაგალითებს მეტყოდნენ რომ ჩაშლილ ტენდერებში
A, B და C კონკრეტული მიზეზები ეს იყო ტენდერის ჩაშლის მიზეზი. რომ ეს იყო არაპროფესიონალურად შედგენილი ტენდერი, ეს იყო რაღაც ასე ვთქვათ, არარეალური ციფრებით შედგენილი ტენდერი. არა, იცით რა, თქვენ თუ აიღებთ ერთ კონკრეტულ ტენდერს და იტყვით ერთ კონკრეტულ ტენდერს. არა, ეს უკაცრავად ხომ მე დავასრულებ და თუ შეიძლება მე რეილაპარაკეთ თქვენ, იმიტომ რომ ეხლა მესმის ადვილია პოპულიზმი, რომელიც გვისმენდა დიდი ხანი ჩუმად. ადვილია პოპულიზმი, რომ აი ჩვენ ეხლა კორუფციულ ფაქტზე საუბრობ და როგორ შეიძლება რომ ტენდერებში არ იყოს კორუფცია, ესე ნამდვილად არ არის. მე ერთში ვარ დარწმუნებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის ხარისხი, რომლითაც დღეს ხდება ასფალტის დაგება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის პირობები, რომლითაც გაფორმებულია პირდაპირ ხელშეკრულებები. ძალიან არასწორია და არასამართლიანია საუბარი იმაზე, რომ როდესაც ტენდერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ჩვენ ხალხს უთხრათ, ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, ნინო, გეთანხმები. ერთის მხრივ ყველაზე კარგი გზაა ტენდერი, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ქალაქში მართლაც შენელებული იყო, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მიმდინებული თემა და ერთი რამ მინდა თქვა, აუცილებლად ეს ტენდენცია უნდა აღნიშნო. არჩევნებამდე ინტენსიურად იხარჯებოდა სოციალურ დახმარებებზე ფული და პრაქტიკულად განულებული იყო, უფრო მეტი იყო დახარჯული, ვიდრე იმ თვეების მანძილზე უნდა დახარჯულიყო, თუმცა შენელებული იყო, მე არ ვიცი მიზეზები, ამ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, შენელებული იყო სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ დავდექით პერიოდი რო იყო, ეს არის სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ მოვედით რეალობაში, როდესაც ერთის მხრივ უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერები, ერთის მხრივ არ უნდა გაგვეჩერებინა სამუშაოები და მე თუ მეკითხებით, რა ჯობია, ნამდვილად ჯობია ტენდერით გამარჯვებული, თუმცა მეორეს მხრივ თუ ალტერნატივა არის გაჩერებული ქალაქი და ტენდერების ლოდინი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ ქალაქმა მიიღოს გასწორებული ინფრასტრუქტურის წევრის საკუთრება ეს ცოტა უხერხული არის. და არის კომპანიები, რომელთა უკანაც უმრავლესობა არ დგას და ესეთი უფრო მეტია. ანუ თქვენ თუ გთავაზობთ, რომ შევარჩიოთ იმის მიხედვით, რომ ჩვენ თუ კომპანიის უკან ვიპოვით ვინმეს, ვინ შეიძლება უმრავლესობასთან იყოს დაკავშირებული, ამის გამო მასთან არ გავაფორმოთ კონტრაქტი, ეს მე მგონია პირიქით ნეგატიური დისკრიმინაცია იქნება. აქ შერჩევა ხდება. პარადოქსად გეტყვით ეს არის არასწორი შეფასება, რატო არ უნდა მე ამას ვერ ვიტყვი, უბრალოდ ერთ რამესაც ვიტყვი. 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა კვებავდა, ესე ვთქვათ, ძუძუმწოვარასავით ყავდა რამოდენიმე კომპანია, ერთი წუთი მე მასადა ვიტყვი, მე ინტერესებს და საზოგადოებას ინტერესებს. რატო არ მონაწილეობთ? ძალიან კარგი არ მიიღო მონაწილეობა და ეცემათ მაგის საშუალება. ძალიან სწორია და დამიდეთ ფაქტი მეთქი, ვამბობ, ფაქტები კვებავდა კომპანიებს, ძუძუს აწოვებდა, ესე ვთქვათ, ცუდი გამოთქმისთვის მაპატიოს საზოგადოებამ და დღეს თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ხელგადასმული კომპანიები არიან. თუ კი ჩვენ ესე მიუდგებით, ხომ არ ასე ვთქვათ, ვიფიქროთ იმაზეც, მაშინ რომ ნაციონალური მოძრაობის კომპანიებსაც არ მივაღებინოთ ტენდერში მონაწილეობა, ან მათთან დაახლოებულებსაც. დღესაც კი ჩვენი ასე ვთქვათ, მიდგომა რა არის? მე რა არანაირად არ ვიყურებ ჩვენ პოლიტიკას, არც ერთი არ არის ჩვენთვის პოლიტიკური რა. ჩვენთვის არის სამეურნეო საქმე. ჩვენთვის არის გასაკეთებელი საქმე და გასაკეთებელი გზა, გასაშენებელი შენობა და ასე შემდეგ. მასე თუ მიუდგებით, ყველა კომპანია გაიზარდა, ესე ვთქვათ, დღეს მილიონიანი, 10 მილიონიანი, 100 მილიონიანი ბრუნები, ვისაც აქვს, ყველა გაიზარდა ნაციონალური მოძრაობის ხელში და მათივე ლობისტების, ასე ვთქვათ, შექმნილია ეს კომპანია. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ასე შევაფასებთ ამ ნაწილსაც რა. ამაზე ძალიან თქვენ ისე ქნითო, ისე სიტუაციას ქნითო და ისე აცხადებ ტენდერებსო, რომ ვერ იღებენო კომპანიები მონაწილეობას, მოდით ვკითხოთ. რაპორტი თვითონ თქვენი თვითონ იძახით, ხო? ნაციონალურ მოძრაობის მოსაზრება მქონდეს, მაგრამ თქვენი მოსაზრება იქ არის ციფრებით, ფაქტები, ციფრები. ძალიან კონკრეტულად გითხარით, აი რა პირობა შექმნა ისეთი მერიამ, რომ არარეალური სამუშაოებია. კონკრეტულად გითხრათ, მაშინ უნდა გავიაროთ დეფექტურ აქტებზე, ყველას უნდა კონდეს დეფექტური აქტი, უნდა იყოს წინასწარ თუ რა არის. იცით რა არის? არ არის სასაცილო. ეს არ არის სასაცილო, ეს აუცილებლად. ტენდერში რო ჩაგეხედოთ, პროექტები დევს თქო, ტენდერებში პროექტები იდო და თითოეულ ობიექტს ვაყოლებ პროექტს. აი დეფექტური აქტისა და პროექტს შორის განსხვავებაც მინდა რომ დაინახოთ. დეფექტური აქტი პროექტებს ვაყოლებ. თქვენ დაინახეთ მერიაში, თამის აგებას და წესერად მუშაობას შორის დაინახეთ განსხვავება.
ხდება. აქ თქვენ იმაზეა საუბარი, რომ მერიაში ესეთი ამბავი მოხდა, კიდე პრეტენზიები გვაქვს, პრეტენზიები მე პრეტენზია მექნება ჩემს ნაკეთებს საქმეზე. მაგრამ ჩემ ნაკეთებს საქმეზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე კორუმპირებული ვარ, ან ჩემი რომელიმე მოხელე სანამ ამას ფაქტად არ დადებს. ფაქტი არა გაქვს, არც არ ხელისუფლების უნარობას, გუშინე დაამთავრა ეს ოპერაცია და არ ვიცით კონკრეტულად ვინ იდგა ვის უკან. დღეს გვიძახი და კაც უნდა აიღოს. მაგას გამოძიება და დამნაშავეს დაიჭირა და კეჭაძის გამოძიება ნაციონალური მოძრაობის დროს. მაგას აღარ დაადგენ. ანუ ეს უნდა გაგვეკვირა. ვიღა სამის უკან და მინდა ხალხოთანი ციფრებით ვისაუბრო და მინდა პატარა. რა პირობებს ქმნიან ისეთ ტენდერს ვერ თუ შეიძლება ბევრი ტენდერი საერთოდ გააჩერეს სხვადასხვა მიზეზების გამო და ამის შემდეგ რატო გააჩერეთ თქვენი გამოცხადებული ტენდერები ამას შემდეგ თქვენი საუბრეთ მე შეფასებას ვაკეთებ რომ თქვენ გამოაცხადეთ ტენდერები არ დასრულებულა ტენდერის ვადა არ დასრულებულა ანუ არ გამოავლინეს გამარჯვებული შეწყვიტეს ეს ტენდერი და გააფორმეს პირდაპირ ხელშეკრულება ეს არის სუბტა ხალხონები თუ შეიძლება ციფრებით ვისაუბროთ ძალიან საინტერესოა ეს ბრალდებაა რომ დავამთავროთ თუ შეიძლება 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე წინა მერიის პირობებში გაფორმდა პირდაპირ წესით გამარტივებული წესით 5.526.000 ლარის ხელშეკრულებები მაშინ როდესაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან 1 იანვრამდე 2015 წლის ანუ სულ 4 თვეში გაფორმდა 10.554.000 ლარის ანუ ორჯერ მეტი აქ არის 20 თვეზე საუბარი წინა მთავრობის პირობებში წინა მერიის აქ ორჯერ მეტია გაფორმებული ანუ შესაბამისად ვიდა ერთი ციტატას მოვიყვან ნარმანიას პროგრამიდან თბილისის მერიის მიერ ტრადიციად იქცა სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ერთპირთან მოლაპარაკებების მეთოდი ეს გახლავთ წინა საარჩევნო პროგრამა ნარმანიას მოლაპარაკების მეთოდის გამოყენება რის შედეგადაც იზრდებოდა კორუფციული გარიგებების რისკები და მოსახლეობაში მკვიდრდებოდა უსამართლობის განცდა ამას ძალებს თქვენი მერი არჩევნებამდე ამის შემდეგ უკვე თქვენ მხოლოდ 4 თვეში ბატონოთო აფორმებთ 10.500.000 ლარზე მეტ ანუ თვეში აფორმებთ 2.500.000 აი მე ეხლა რა პასუხი ეს არის ნაციონალური მოძრაობის მერიის პირობებში გაფორმებული 20 თვის განმავლობაში ანუ თვეში რო ავიღოთ 10ჯერ მეტ იქ არის 250.000-ზე თვეში საუბარი ეხლა ეს არის როდესაც ციფრებში ცდებით ბატონი იმიტომ რომ ეს ციფრებიც არ არის ეს არის ხოლო თქვენი ტენდერები ეს არის კლიანად მერიის ტენდერები ხოლო კეთილმოწყობის სამსახურს არ ეთება და მერიაში სხვა ტენდერები ცხადდება თქვენი სამსახურის გარდა ეს არის მთლიანი ციფრები აღებული და ეს გახლავთ ზუსტად მინდა გითხრათ 10.554.716 ლარზეა გამოცხადებული 4 თვის განმავლობაში ეს გახლავთ თქვენი მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას სიტყვები რომ იზრდება კორუფციის რისკები გავიგეთ მე მინდა პასუხი გაგცეთ ამას თქვენ აკეთებთ 4 თვის განმავლობაში მე გეტყვით რატომაც ვაკეთებ და მე საზოგადოებამ შეაფასოს რატო გავაკეთეთ ეს მაშინ როცა თელი 8 თვემდე თუ არა 7 თვე მაინც აგვისტოში დავიწყეთ ჩვენ მუშაობა 7 თვის განმავლობაში გზების რეაბილიტაციაში როცა გაწერილი ქონდა ბიუჯეტი ასე ვთქვათ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და ამ ბიუჯეტის 7 თვის განმავლობაში 6% იყო მხოლოდ და მხოლოდ დათვისებული მას შემდეგ როცა საბოტაჟის პირობებში და საბოტაჟი ამათმა თავიდანვე იცოდნენ რომ ისინი წააგებდნენ არჩევნებს და მოიგებდა ბატონი ნარმანია იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერას ხედავდნენ თავის დროზე მას შემდეგ როდესაც დაგვიტოვეს ესეთი გაუბედურებული ქალაქი და თითითიძე არ დაუდიათ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი მაგიტომ მოგვიწია ჩვენ ამისი გამოცხადება. მე გეტყვით ეხლა აი შედარებას გარეკეთებთ მარტივად. არ გაკეთებთ. ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა იმის. საბოტაჟი უნდა გიპასუხოთ. ეს იყო ქართული ოცნების საბოტაჟი შიხიაშვილის და მისი უმრავლესობის. აი ეხლა ვიაგიხსნა. არა ზუსტად ვიაგიხსნა. როდესაც მე საზოგადოებას ვიდა ობიექტური ინფორმაცია. მაშინ ეს ერთი მაგალითი რაც გითხარით რომ 6%-ის მეტი ვერ აითვისეთ 7 თვის განმავლობაში. პროგრამებს არ აკეთებდა საკრებულო ქართული ეხლაც ისე წვეში ვართ, ეხლაც მოვდივართ. სოციალური დაამტკიცებთ 3 მილიონი
ძალიან ეს ერთი მიზეზი მაშინ როცა ასე ერთი ტენდერი გამოვაცხადეთ კომიტეტი ერთი წუთი მაშინ როცა ვახუხებთ აი ბატონმა თამაზმა ბრძანა რომ რატომ ტენდერებიო გამოვაცხადეთ და შემდეგ შეაჩერეთო და რატომ თქვენ ძენთო ეხა მაგასაც ავხსნი რატომ და ერთხელ თქვი უკვე მაგრამ მაგასაც ავხსნი მაშინ როცა 101 ტენდერი გამოვაცხადეთ მარტო კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლის აგვისტოს თვიდან რომელიც საერთო ჯამში იყო 63 მილიონის 101 ტენდერი და 36 ტენდერი ჩავარდა 101-დან 8.5 მილიონის 8.8 მილიონის და მათ შორის ორჯერ ჩავარდა ნაწილობრივ სხვადასხვა მიზეზების გამო და ამ მიზეზებზე კიდევ ერთხელ მე უკვე ვისაუბრე და გეტყვით რატომაც შევაჩერეთ მე ერთხელ თქვი რომ იყო უსუსური პირობები ქალაქის მერიას აი პირობითად 5 თვიანი ტენდერი რომ გამოეცხადებინა სანამ 5 თვე არ დამთავრდებოდა მანამდე ხელშეკრულებას ვერ შეწყვეტდა და კომპანიები მეოთხე თვის ბოლოს იწყებდნენ მუშაობას აი ამიტომ ჩავხსენით ჩვენ ეს ხელშეკრულებები იმიტომ რომ ფულის გადარიცხვა საერთოდ ანუ სამუშაო რესურს არ აძლევდნენ კომპანიებს და მე ეხლაც მიმაჩნია რომ ეს არ არის სწორი მათ უნდა მისცეთ რესურსი იმისათვის რომ ბრუნვა დაიწყოს ძალიან ბევრი მასალაა საყიდელი აი მილიონიან ტენდერს რომ გამოაცხადებ აქედან შეიძლება 700-800 ლარის მასალა იყოს საყიდი და ეს კომპანიები რომლებიც მათვე გააღატაკეს ამათ ამის ფული უბრალოდ არ ქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ავანსები მიგვეცა თუმცა დაგვეწყვია სახელმწიფო სახსრები საბანკო გარანტიებით აი მაგიტომ იმიტომ რომ პროექტები მაგალითად 36 თუ 41 კორპუსი ზუსტად არ მახსოვს ციფრი მაგრამ 41 კორპუსის გამაგრების ტენდერი შევაჩერეთ და ეხლაც ვამბობ თქვენთან პირდაპირ ეთერში და რატო იმიტომ რომ კორპუსები რომლის პროექტებიც კი თითქოს და დახვდა ამ პროექტების მიხედვით ფიზიკურად შეუძლებელი იყო კორპუსების გამაგრება აი ეს იყო მათი მუშაობის სტილი და ზუსტად ეს დახვეწეთ და შევცვალეთ დიახაც ეს კორპუსზე მუშაობა მიმდინარეობს შეგიძლიათ მოიაროთ სათითაოდ ვიცით მაინც არ არის გამაგრებებს გათვალისწინებულა თქვენ შეამცირეთ ეს თანხა მინიმუმზე 40 მილიონი იყო ჩადებული არაგონიურულად დიდი ციფრი 40 მილიონი და არც ერთი აქედან არც ერთ შეიძლება 5 თუ 6 კორპუსი იყო დაკონტრაქტებული აგვისტოს თვეში 40 მილიონი ჩადეს არაგონიურულად საბოტაჟი იყო ეს საბოტაჟი ქართული რესტორანი იყო თბილისელებს ახსენეთ სამი გამავლობაში ბიუჯეტს არ აფიცებ და ქართულოსობა ითხოვდა ქალაქის თავრობის გადადგომას არჩევნებმა სამი თვით ადრე და ჩადო ისეთი სისულელები რასაც ეხლა თქვენ საუბრობთ და მათ შორის სოციალური დღეს შეხედეთ კეთილმოწყობის სამსახურს რა გვაქვს გაკეთებული დღეს შეხედეთ ჩემი ბიუჯეტის 70% დაკონტრაქტებული მაქვს დღეის მდგომარეობით ჩემი ბიუჯეტის კეთილმოწყობის სამსახური ძალიან გქონდა ის სამუშაოები უკვე დავამთავრეთ. უნდა სამსახური ფილმები არ აი ეს არის არის კეთება რომ უნდა იცით რა დაუწყდეს რაიონს სადაც კონკურენციის პირობებში 5-6 ფირმა მონაწილეობდა და ფასი მინიმუმამდე იყო დაყვანილი და იქ გამოვლინდა გამარჯვებული მაგალი ფასიდან დაიწყოვო ვაჭრობაო და ამას უთვლიან უკვე ანტიკორუფციულ სამსახურშია უკანონოდ გადაგზავნილი და ამას უთვლიან სერიოზულ დარღვევებს წანისის რაიონის ამას აუცილებლად თქვენ შემიძლია არა ერთიდან ბატონზაზე ერთიდან ბატონ ავთოსთან მაკითხა შემდეგ ბატონ თქვენთან და შემდეგ ქალბატონ ნინოსთან დიდი ბოდიში ბატონ ანუ თქვენ ამბობთ რომ პირდაპირ მიყიდვები თუ პირდაპირ ერთპირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტების გაფორმება აღარ იქნება. არა, იცით როგორ არის? ეს არის აუცილებლობიდან გამომდინარე. ეხლა მე რო დავიფიცო რომ ეს აღარ იქნება, ეს მე პირობას ვიძლევი რომ თუ ნამდვილად არ არის აუცილებლობა და ნამდვილად ან საზოგადოებრივი ინტერესი, თანაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ან რაღაცა გარკვეული, არ ვიცი, სამუშაოების ვადებში ჩატევა ისე რომ ეს წინასწარ დაგეგმილი არ იყო და ასე ვთქვათ, აღმოჩენილი გვაქვს შეგენაცვალეთ. აი ეხლა ელბაქიძეც მაგალითად წელბაქიძის დაღმართზე მომხდარი ფაქტი ჩვენ პირდაპირ შესყიდით დავაკონტრაქტეთ და მუშაობს კომპანია იქ და ძალიან მალე გზას გაიქცა. ფორს-მაჟორი, ანუ მაგაზია საუბარი. ან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ან არის ფორს-მაჟორი. ამიტომ ვამბობ მე რომ ვერ ვიტყვი მაინც და მაინც არ იქნება, თუმცა ეს არ იქნება იმ შემთხვევებში, როგორც თვითონ აკეთებდნენ თქო. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ამისი აუცილებლობა არსებობს. ან არის საზოგადოებრივი ინტერესი, ან ვიღაცას ასე ვთქვათ, უბუჭდება საქმე, ან არ ვიცი რა, რაღაცა გარკვეულ ამას აქვს თავისი პარამეტრები, ამ შემთხვევებში იქნება. დანარჩენ შემთხვევებში არ ჩვენ არ გვინდა რომ არაფრის გულისთვის, იმიტომ რომ კეთილსინდისიერად მუშაობთ, არაფრის გულისთვის უბრალოდ საავტორიტეტო ციფრები მოიწარა ვირას აკეთებდა. ეს აფრობინა 2.600.000-ზე პირდაპირ ხელშეკრულება. უნდა თქვა პირდაპირ რაც შევარდო ჩვენი საუბარიდან ერთი კილო ძიმე რაც გამოჩნდა. მე დაგისვათ კითხვა თუ შეიძლება.
უნარო ხელისუფლება ამბობთ, მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ. პრინციპში დააკავეს ადამიანი იმისათვის, რომ სავარაუდოდ ის იღებს და თამს არც რას დაადგენს სასამართლო და რას დაადგენს გამოძიება, მაგრამ პრინციპში ეს არის წარმატება, ხო? ხელისუფლება ებრძვის კორუფციას, ასე არ არის? არა, ვერ ებრძვის კორუფციას, უნარო ხელისუფლება, რომელიც ერთ სამართლიანობას ვერ აღადგენს და ვერაფერი ვერ გააკეთა სამართლიანობის კუთხით, ის არ ებრძვის კორუფციას, ვერ ებრძვის კორუფციას. ჩვენ ახლა ჯერ ვჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებია იმ ადამიანს, რომელიც დააკავეს. როდესაც შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე დაეგეგმა ეს ოპერაცია, რომ აბსოლუტურად კითხვის ნიშნები აღარ დარჩენილიყო ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ახლა რაც გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც საუბრობთ ზოგადად ინვესტიციებზე, ზოგადად რაღაცა ხედავთ, რომ ბიზნესს აქვს პრობლემა. ჩვენ ხედავთ, თუ ბიზნესს არ იღებენ ფირმები მონაწილეობას და მათ არ უნდა თუ რაღაცა მონაწილეობა მიიღონ და რაღაცა ტენდერში გაიმარჯვონ. ჩემი აზრით, ყველა შეთქვით სამახალისებელია. პრობლემა არის ხოლმე ზოგადად და საბუნავის საბუნავის სახელმწიფო პრობლემა არა, საბუნავის სახელმწიფო ზუსტად აძლევს. ცით რამხელა კონკურენცია იყო წინასწრებში. წინათ რა იყო ის კარგად ვიცით. მე ახლა ეს რამეზე გავმოხდა. ის რომ შესყიდებებთან დაკავშირებით პრობლემებია ზოგადად და ტენდერებთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში და ეს თუ ჩაკეტილი სისტემა ამაში დავწუნებით. ნაციონალი ხარ და არც 20 წამგეთ. აი ხა მე გეტყვით ახლა მაგალითად. ანუ აი 20 ამბობს რომ ერთი წამგეთ. რაც დააწო ნაციონალი უნდა მაჟორული სიტუაცია და იძულებული. არ ვიდა რა, ეს არ არის სწორი საუბარი და მე მწვენია მაგალითად რომ ამას ვისმენ. მე მწვენია დამიჯერეთ. შემოვიდა ნამდვილად მე ვარ სარევიზიო კომისიის წევრი, სადაც შემოვიდა სადაც სარევიზიო კომისიას არ ურჯელია და გეტყვით რომ დარღვევით თავმჯდომარემ გადააგზავნა სამართალდამცავებში აქტი კტანის რაიონის შემოწმების. თუმცა ჩვენ რო გავეცანით ამას, ბევრ რამეში თვითონ რევიზორებს ვეთანხმებით, იქ იყო დარღვევება სამართალდამცავებში აქტი კტანის რაიონის შემოწმების. თუმცა ჩვენ რო გავეცანით ამას, ბევრ რამეში თვითონ რევიზორებს ვეთანხმებით, იქ იყო დარღვევება, მაგრამ განწმუნეთ. და ეს უნდა კიდეც სარევიზიო კომისიის საუბარი. ყველა გამგებელია ყველა სამსახურის უფროსი. იმ აქტის შესაბამისად, ყველა აუცილებლად გადაიგზავნება სამართალდამცავებში. კარგი, აბსოლუტურად. ძალიან მე მექნება ბოლო კითხვა მაშინ მე და პირველ რიგში კონკრეტული ფაქტები თუ იქნება, ძალიან დამავალებთ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს რა კონკრეტულ ფაქტებს დავუბრუნდეთ. კი ბატონო, ეს ერთი. რაც შეეხება რეპლიკა მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ თქვენს კი, როდესაც იშვერთ აქეთ ხალხს და ამბობს ოცნება ამბობთ. ეს არის სწორედ ჩვენი პოლიტიზირებულობის შედეგი, როდესაც ლაპარაკობს ქალაქის მერიაში თავრობის და არის კი არჩეული მერი არის ოცნების სახელი. თუმცა ის ადამიანები, ვინც აქ დასაქმებული არიან, ზოგს ქართულ ოცნებასთან საერთოდ არანაირი კავშირი ჰქონია, ესენი არიან ადამიანები. გუნდი არის ოცნების. მე ვიტყვით, ესე იგი მე მინდა იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებზე ვლაპარაკობთ, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ პარტიის არც წევრია და არც კავშირში არ არის. ეს არის ადამიანები, რომელსაც ნდობას უცხადებს ოცნების გამარჯვებული კანდიდატი. თუ გინდა გაგიმარტავთ არც დავკარგოთ თუ არა დრო აქ აი რაღაც გარდამავალ პერიოდში ნაციონალურ მოძრაობა გარკვეულ სამოწირებას აკეთებდა და მე მინდა აი სწორედ ამიტომ მინდა მერიაში და ამაზე შემდეგ შეგვიძლია ნეპოტიზმის ვილაპარაკოთ ძალიან გთხოვთ მე კონკრეტულ მაგალითს ნეპოტიზმთან დაკავშირებით მე პირადად ჩემი აპარატი დავაკომპლექტე და უკვე მყავს ასე ვთქვათ ჩემი ფავორიტი კანდიდატები რომლებიც მოვიდნენ ქუჩიდან მე ამას გეუბნებით სრული პასუხისგებლობით. ადამიანები, რომლებიც ჩემთან იმუშავებენ, მოვიდნენ კონკურსის გზით, მათთან არავითარი შეხება არ მქონია, არასდროს არ ვიცნობდი მანამდე და ისინი დღეს მერიაში იქნებიან დასაქმებულები. რაც შეეხება იმას და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ძალიან მტკივნეული თემა. თქვენ წაღან ახსენეთ, რომ წერილი მოგწერეთო. აი სწორედ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში, თუნდაც იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც სათავეში მერიაში, მერის სახით არის, ასე ვთქვათ, განწყობილი ოპოზიციურად. და თქვენ თქვით, რომ მიიღეთ პასუხი. მე არაპოლიტიკური პირი მერიისგან 6 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში ვითხოვდი ხშირად ძალიან მარტივ ციფრებს. უბრალოდ ციფრს, რამდენი დაჯდა მაგალითად რაღაც კონკრეტული შენობის რემონტი
და ამ ციბრზე პასუხი სასამართლოს გზითაც კი არ მიმიღია. მოდი ჩვენ როდესაც საუბრობთ გამჭვირვალობაზე და მერიასთან კომუნიკაციაზე, დამისახელეთ კონკრეტული ფაქტები, რომ გაუცემელი პასუხი რჩება ან ადამიანი, რომელიც მოდის მერიასთან პასუხი არ ჩემი კომისიის წევრები იყვნენ, ვიგებდი პასუხისმგებლობას, რომ ყველა წერილზე მიიღოთ პასუხი. კარგი, მე კონკრეტული ფაქტი გითხარი, რომ არც ერთი ნაინიკა მელეს სტატუსი შემხვდა დღეს Facebook-ზე, რომ თვეების წინ ვაპროტესტებით ჯოკია ბოდოკიას თბილისის მერიის თანამდებობაზე დაანიშნას. ვაპროტესტებთ არა იმიტომ, რომ ნარმანიას უახლოს მეგობარი და თანასოფლელი იყო, არამედ იმიტომ, რომ 2010 წელს ძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლები. მე არც მე დღეს ვნახე ეს გადაცემა შემოსვლის წინ და გადამოწმება ვერ შევძელი. თქვენ რა სიტყვით აი ამ ბრალდებასთან თუ ეს ასე, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ერთის მხრივ აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, თუ ეს ადამიანი ბრალდებული იყო ამ ტიპის დანაშაულზე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვისაც. თუ ეს მართლაც დადასტურდება, ეს რა თქმა უნდა სავალალო ფაქტია, მაგრამ მე უბრალოდ ერთი ვარ პასუხისმგებლობაა ეს. ეს ადამიანი თუ პასუხისმგებაში მიცემული და კონკრეტულად ამ სამოხელეო დანაშაულში, ეს იქნება სერიოზული პრობლემა, რა თქმა უნდა. თუმცა ზოგადად მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, თუ ეს მართალია და მას ჰქონდა ვთქვათ, ასე ვთქვათ, მოხდილი დანაშაული, მე არც ვიცი ბრალდებული იყო, თორე ეს მეც თქვენგან ეს ადამიანი მერიაში მოვიდა და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა მერიაში. რა თქმა უნდა ის ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ საუბრობთ მისი მხრიდან აღებულ თანხაზე, სავარაუდოდ აღებულ თანხაზე, რომლის კომპეტენციაშიც, მის კომპეტენციაში არ შედიოდა არც ერთი ის ქმედება, რომლის შედეგზე ის პასუხს აგებდა. მოდით დაველოდოთ, მე ერთში ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, ვინც პასუხს აგებდნენ ნებართვის გაცემაზე, არც ერთ ადამიანთან მას არ ჰქონდა უშუალო. აი ეს კალბატონია ის უნარობა ამ ხელისუფლების რასაც ვიძახ. ნახოთ დიდი ნარმანიას თანასოფლელი იყო თუ არა ბოდოკია. მე ვაკეში ვცხოვრობდი და ჩემი მგებელი იყო. ასე რომ მნიშვნელობა დავით ნარმანია პოლიტიკურად პასუხისმგებელი არ აქვს მნიშვნელობა ვის თანასოფლელი იყო და ვისი მეზობელი. დავით ნარმანია პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ ფაქტზე და გეგი ნიჟარაძე მისი უშუალო ხელმძღვანელი აი ეს ორი ადამიანი საქალაქო სამსახურის უფროსი და თბილისის მერი არიან პოლიტიკური პასუხისმგებლები იმ კორუფციულ ფაქტზე რომელიც რა უნდა თან ამაზე უკვე ვისაუბრეთ მერმა უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება სამსახურის ხელმძღვანელს რომელიც სამსახურის აპარატის უფროსის გახდა ეს ადამიანი. დიდი მადლობა თქვენი პოზიცია თუ გაქვთ ბოლო რეპლიკის სახით მე მგონი უკვე ვისაუბრეთ ამაზე და აზრი აღარ აქვს. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე იმედი მაქვს კიდევ ვითანამშრომლობთ მომავალში და ყოველ კონკრეტულ ბრალდებაზე თუ ფაქტზე ესე ღიად ვისაუბრებთ ხოლმე მეწუნეთ ასე. დიდი მადლობა თქვენ მაყურებელს რომ გვიყურა ბარიერი გემშვიდობებად სამშაბათამდე 21-სა და 15 წუთზე დაბრუნდება სამშაბათს პირდაპირ ეთერში. კარგად